კი, მიღებულია. გამარჯობა, ყველას სალამი, შობა ახალ წელს გილოცავთ. პროკურატურიდან მოვდივარ, ეხლა გილოცავთ. ამასთან წაიღი. კაი. Hello. ესე იგი, სამწუხარო ღონისძიებიდან მოვდივარ, რა თქმა უნდა, ეს არის გიგა ავალიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიტინგი, რომელსაც უძღვებოდა მისი არაჩვეულებრივი დედა, ქალბატონი ეკა, ასევე ესწრებოდა მისი ადვოკატები, მთელი მისი არაჩვეულებრივი ოჯახი. მე, რა თქმა უნდა, ყველა გაგებით მხარს უჭერდა გვერდში უდგავარ ბრძოლას. საერთოდ ეხლა ვერ ყვევი ამ საქმეში სამართლებრივად და გრძნობრო. უდიდესი უსამართლობა არის აქ მომხდარი. ეს საქმე არის თეთრი დაფებით შეკერილი, ამაზე მოგვიანებით გეტყვით. გამოძიებული არ არის, მტკიცებულებები არსებობს და ამ მტკიცებულებებს დაზარალებული მხარეს არ აძლევენ, ანუ ადამიანი დაზარალდა, ადამიანი მოკლეს, სასტიკად ფაქტობრივად ჩაქოლეს და იმდენად ცინიკურად იქცევა პროკურატურა, რომ მტკიცებულებებს არ აძლევს დაზარალებულის მხარეს და ეს ყოფილა გავრცელებული შემთხვევა. სამართლიან სასამართლოზე ამ შემთხვევაში საუბარი ზედმეტია, როგორ შეიძლება ბნელ ოთახში დადიოდეს ადამიანი ასეთ მძიმე და ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით. კიდევ ძალიან მძიმე გამოსვლა ქონდა ქალბატონ ეკას, მე ის უნდა იყოს ძალიან კარგად, ის უნდა იყოს ჯანმრთელად, იმიტომ რომ აი სამართლის ძიება ამ საქმეში და სიმართლის ძიება რეალურად მასზე დგას. აქ საქმე რაში იცით? საქმე გვაქვს დაუსჯელობის, ფაქტია, დაუსჯელობის სინდრომთან ისევ და ისევ. წინასწარ შეთანხმებული ჯგუფი არსებობს მტკიცებულებები, რომ პირდაპირ წერია მიმოწერებში, რომ ეს უნდა შეთანხმდე, რომ ჩაექოლათ გიგა, წესიერი, პატიოსანი, მასწავლებელი, კანონმორჩილი მოქალაქე აქეთ მხარეს და მეორე რაღაცა ბანდა, რომელიც შეთანხმდა, რომელმაც ის სასიკვდილოდ გაიმეტა, ზევიდან პოლიცია, რომელმაც არ ამოიღო სწრაფად მტკიცებულებები და რომელიც მათ იცოდა, რომ ის იქნებოდა დაუსჯელი. ეს არის მეორე მხარეს. და აი ეს შერჩევითი სამართლიანობა არის დასასრულებელი. მე იცით რომ ძალიან მე მეგონა რომ წარსულს ჩავაბარე ის რაც ნანახი მაქვს ბევრჯერ. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა. ესე არის აი იმ უბედური ზარით, რომელიც რა ზარით ყველა მშობელს ეშინია საქართველოში. ეს მახსოვს მე მაშინაც და ეხლაც ქალბატონი ეკაყვება ამ ზარზე. როდესაც დაურეკეს და უთხრეს რომ ის კარგად რომ ცუდი ამბავი იყო და მის ხელში გარდაიცვალა რეალურად ეს ბიჭი, წესიერი ბიჭი. აი ეს არის ჩვენი პრობლემა. ჩემი სრული მხარდაჭერა, ჩემი მოწოდება პროკურატურას, რომ გამოაფხიზდეს და თვალები გამოიფშნიტოს და რაც მთავარია, თავი დაანებოს სირაქლემის პოზაში ყოფნას. რა პოზაშიც არის ამ საქმესთან მიმართებაში. იმის მაგივრად, რომ დამნაშავეები უნდა იყვნენ ციხეში და წესიერი და კანონმორჩილი ხალხი უნდა იყოს გარეთ. ეს არის სამართლიანი ქვეყნის წესი და უსამართლო წესის ქვეყნა და წესი არის, ქვეყნის წესი არის პირიქით, ზუსტად პირიქით, რაც ხდება საქართველოში. მოკლედ, რა ვიცი, კი ვიყავი ამ მიტინგზე, მაგრამ აი მთელი ძალიან სევდიანი ვითარება იყო, ბევრი ხალხი იყო, იმიტომ რომ ეს თემა ჩვენი შვილების დაცულობა, უსაფრთხოება და სამართლიანობა ყველას აწუხებს აქ. თქვენც გაწუხებთ, ვიცი ზუსტად. აბა, მაგრად იყავით. კარგად.